დავიწყოთ. მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმებით დღევანდელ სტუმარს. ბატონი მინდია ნაჭყებია დღეს ჩვენი სტუმარი და როგორც წინა სიუჟეტში დღესაც ტრადიციულად ქართულ სოფელზე და სოფლის მეურნეობაზე ვისაუბრებთ. მინდი არის მეურნე ადამიანი, ფერმერი, დიდი გამოცდილებით და რაც დამატებით საინტერესოს ხდის დღევანდელ ჩვენ საუბარს. დღეს იგი იმყოფება გერმანიაში. საიდანაც როგორც ბევრი ჩვენი თანამემამულე ეხმარება საკუთარ ოჯახს. კიდევ ერთხელ მოგესალმები მინდია და მადლობას გიხდი დროისთვის, ჩართვისთვის. ძალიან ვიტყვი რომ ძალიან ბანალური და მარტივი კითხვით დავიწყებ ჩვენ საუბარს. არავისთვის არ წარმოადგენს სიახლეს რომ იცლება ქართული სოფელი და სწორედ დღევანდელი ჩვენი რესპონდენტის აზრი იქნება საინტერესო, მით უმეტეს რომ იგი გერმანიაში იმყოფება. მინდია რატომ იცლება სოფელი და ზოგადად რა მდგომარეობა რეგიონებში? აი შენი აზრით, აი რა იწვევს ამას, აი ესეთ სიტუაციას, როდესაც ადგილობრივი ჩვენი თანამემამულეები ტოვებენ ოჯახს და მიდიან ემიგრაციაში, რომ იქიდან აჩინონ ოჯახს. აი რატო ხდება ეს და აი მე მინდა შენი დანახულით, იმიტომ რომ ეს უშუალოდ შენ გეხება, როგორც ემიგრანტს და ოჯახისგან საკმაო მანძილით ხარ შორებული და ძალიან ძნელია მესმის და ეს შენი პირადი დამოკიდებულება მაინტერესებს. დიახ, მივესალმები საზოგადოებას, საქართველოს მთლიანად მთელს ერს. მიხარია რომ ჩაგერთვით, საუბრობ თქვენთან, ვისაუბრებ იმ თემაზე, რასაც ქვია სოფლის მეურნეობა. მინდია ეხა შეგაწყვეტინე, ეს რატო ვაკეთებ ამას? მინდა რომ შენც და საზოგადოებამაც იცოდეს. აი ნაციონალური ტელევიზიებით სულ გვესმის ეს ექსპერტების, თანამდებობის პირების საუბარი და იქიდან აი როგორც წესი იმოძღვრებიან, ახლა ვასწავლიან ცხოვრებას და არავის არ აინტერესებს ადგილობრივი ფერმერის, გლეხის აზრი და სწორედ ჩვენი პროექტის მიზანი ის არის, რომ მივცეთ საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას გამოთქვა საკუთარი აზრი ნებისმიერ თემაზე, მაგრამ დღეს სოფლის მეურნეობაზე, სოფელზე საუბრობთ და ამიტომ არის ეს პროექტი ამით საინტერესო. დიახ, რა თქმა უნდა, მე მოვყვები იმ მიზეზებს, რომელმაც გამოიწვია სოფლის დაცლა, აგრარული სექტორის უკან დახევა და არანაირი პერსპექტივა არ არსებობს თუ ახლა პოპულიზმს დაუჯერებთ და ვიღაცებს დაუჯერებთ რომ ყველაფერი კარგად არის სოფელში, მაშინ რატო დაიცალა სოფელი და რატო არ მიდის სოფლის მეურნეობა წინ? იმ ვითარებაში, როცა უამრავი მილიარდი ჩაიყარა, უამრავი მილიონი გრანტი დაფინანსდა სოფლის მეურნეობა და შედეგი არის ფაქტობრივად ნული. მე დაახლოებით 30 წლიანი გამოცდილება მაქვს სოფლის მეურნეობაში მოღვაწეობის, ვიცნობ რისკ ფაქტორებს, სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებაზე მოსინჯე მე ჩემი ძალები იქ საქართველოში წარმატებებიც ჰქონდა, მარცხიც ჰქონდა, მაგრამ ერთს ვიტყვი რომ მცირე მეწარმეობა გადაარჩენს საქართველოს. როდესაც სახელმწიფო ხელს შეუწყობს, მთავრობა თუ სახელმწიფო ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეობას, მაშინ ჩვენი სოფელი რა თქმა უნდა აყვავდება. მე რა ვიგულისხმე ახლა ხელშეწყობაში. მცირე მეწარმე და დაუშვათ ფერმერი არ გახდება ფერმერი თუ მას არ მიეცი მიწა იჯარით ან საკუთრებაში არ გადაეცი ეს მიწა. თქვენ მოგეხსენებათ, სოფელში უამრავი ათასობით ჰექტარი არის გაველურებული და ეყალბარდ შესეული. აი ამ მიწებს 30 წლის განმავლობაში სახელმწიფო ისეთი პოლიტიკა აქვს, რომ არავის არ აძლევს. თუნდაც იჯარი ანუ აი მინდია შენი გინდა თქვა, რომ ეს მიწები სახელმწიფო საკუთრებაშია თუ დიახ, სახელმწიფო საკუთრებაში არის და დაუშვათ სიტყვაზე რო ვთქვათ მე დაუშვათ მე რომ მინდა ფერმერი რო გავხდე, ამისთვის მჭირდება მიწა. თუ მიწა მე არ მაქვს, მე არ ვარ ჯადოქარი რომ რაღაცა სასწაული მოვახდინო და 2000 კვადრატულ მეტრზე რაღაცა სასწაულები ვქნა და შევქნა სამუშაო ადგილები, დავასაქმო ადამიანები, სახელმწიფო ბიუჯეტში შევიტანო ჩემი წვლილი და სოფლის მეურნეობა ავაგორძინო. ამისათვის საჭიროა ფერმერს
ხელი უნდა შეეწყოს ეს მიძინებული კაპიტალი ფაქტიურად, რომელიც დევს 30 წლის განმავლობაში, არანაირად სახელმწიფო არ აძლევს გასახანს მცირე ფერმერს, ქართველს, რომ ეს აიღოს საკუთრებაში, ან საკუთრებაში, ან იჯარით აიღოს. აი, ჩემს მაგალითს გეტყვით. მე თვითონ გამოვიყვანე ჩაის პლანტაცია, ჩემი ძალებით, არ სახელმწიფო არ შემიწუხებია, ჩემი ძალებით გამოვიყვანე ჩემი ხარჯით და ახლაც მაქვს მოვლილი პლანტაცია, ჩაის პლანტაცია და სახელმწიფოს რამოდენიმეჯერ მივმართე, სახელმწიფო უწყებებს და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ უგვარი მითხრეს. შეგაწყვეტინებ ისა, მინდია, თუ არ ვწდები რაღაც პროექტი არსებობს სახელმწიფო დაფინანსების მეჩაიეობის განვითარების, რაღაც პროექტი არსებობს. დიახ, არსებობს. თუ გიცდია და მიგიმართი ამ დიახ, არსებობს, მაგრამ ეს პროექტი კი ბატონო, ეს პროექტი იწყება 3 ჰექტარიდან, მაგრამ თუ ეხლა ფერმერმა, მცირე ფერმერმა გამოიყვანა ჩაი სიტყვაზე ვთქვათ 1 ჰექტარი ან 2 ჰექტარი, მაშინ ის არის უყურადღებოდ და სახელმწიფო პროგრამის მიღმა განაგრძობს არსებობას და ეს უნდა შეიცვალოს მიდგომა, როგორც ასეთი. და ეს უნდა დაიწყოს თუნდაც 1 ჰექტარიდან ან 9 ჰექტარიდან, რომ ის ფერმერი განვითარდეს, მცირე მეწარმეობა განვითარდეს და ასე შემდეგ. ანუ ეს პროექტი მცირე მიწიან ფერმერებს არ ეხება თუ არა. არ ეხება, ის იწყება 3 ჯერ 5 ჰექტარიდან იწყებოდა, მე 3 ჰექტრამდე ჩამოვიდნენ და ეხლა მე მაქვს სიტყვაზე ვთქვათ 2 ჰექტარ 9. და იმ 9 ჰექტარის გამო, ანუ არ შეეხო ჩემსაც, რომ სახელმწიფო დივიდენდი შეხებოდა და ხელი შეეწყო ჩემთვის. თვითონ ლევან რა ქვიან, დავითაშვილსაც მივმართე ეკონომიკის მინისტრს ამის თაობაზე, რომ ხელი შეეწყოთ, ან იჯარით გამოეცათ ჩემთვის ეს მიწა, რომ მცირე ფერმერი გამხდარიყავი, რომ ტრადიციული დარგი აღორძინებული იყო საქართველოში და ამაში დიდი წვლილი შემეტანა. რა თქმა უნდა, მინისტრმა მისცა ამას რეაგირება, მაგრამ რეგიონში რაღაცნაირად პასუხი ვერ მივიღე ვერანაირი, რომ ეს მიწა გამოეცათ ჩემთვის. ახლა მე მინდა შევეხო იმას, რომ მე დავწერე საქართველოს განვითარების, ამ რამოდენიმე წლის წინა დავწერე საქართველოს აგრარული განვითარების გეგმა, პროექტი, რომელმაც კონკურსზე გაიმარჯვა და დიდი აღიარება პოვა საზოგადოებაში, აგრეთვე ბიზნეს წრეებში და ეს გეგმა მოიცავს მთლიანად ყველა მიმართულებით აგროსექტორის განვითარებას და წინსვლას. თუ სოფელი არ განვითარდა, თუ აგრარული სექტორი არ განვითარდა, სახელმწიფო არ იქნება მტკიცე, მისი ინსტიტუციები არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც უნდა წარმოვიდგინოთ. ძლიერი ფერმერი არის ძლიერი სახელმწიფო. და თვითონ სახელმწიფომ უნდა შეიგნოს, რომ ანუ გამრავლდეს ეს ფერმერები, მოიცვას პანდემიასავით, როგორც ასეთი სოკოებივით აღმოცენდნენ სოფელში და გაძლიერდეს ჩვენი სახელმწიფო. ანუ ჭირდება ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. ბუნებრივია, რა თქმა უნდა. ის კამერა გაასწორე, მინდია ის რაღაც კავშირის პრობლემა გვაქვს ახლა. ეხლა ხმაც ჩავრთოთ მინდია და
ეხა ხმა ჩაირთო. უკაცრავად ტექნიკური პრობლემა წარმოიშვა ბოდის გიხდით ამისთვის არა უშავს, არა. და მე რა მინდა აღვნიშნო ეხლა ჩვენი სოფლის მეურნეობა ამ 30 წლის განმავლობაში ძალიან კრიტიკული ვიქნები ყველა ხელისუფლების მიმართ და ჩვენი არანაირი შედეგი არ დადეს. რო წინ წასულიყო. აგერ სამეზობლოში განვიხილა დაუშვა თურქეთმა რა წარმატებას მიაღწია ჩვენგან განსხვავებით ან ყველა მეზობელმა გაგვისწრო ამ სფეროში რასაც ქვია სოფლის მეურნეობის აღორძინება, ეროვნული პროდუქტის წარმოება და იმას აღნიშნავ, რომ არც ერთი ხელისუფლების სოფლის მეურნეობის მინისტრისგან არ ვარ კმაყოფილი. ვინაიდან არც ერთმა არ დადო შედეგი, რასაც მოველოდით საზოგადოება. ხო, მინდა ეს მესმის, მაგრამ ეხა დღესაც ვიყავი შეხვედრაზე და ძალიან ბევრი პროექტია, თითქოს ბევრი რაღაცა ფინანსდება, არის გარკვეული მეჩაიეობის დარგში, მცირე მეწარმეობის, აწარმოეს საქართველოს პროექტი და აი რატო ხდება, რომ ამით ვერ სარგებლობს ხალხი, რა პრობლემა არის, რის გამო ხდება? აი თითქოს რაღაცები კეთდება, მაგრამ საერთო ჯამში არ აქვს შედეგი ისეთი, როგორიცაც ველით ხოლმე და რატო ხდება ესეთი რამ? შედეგი აი თქვენ შენს წეღან აღნიშნე რომ ძალიან ბევრი უზარმაზარი თანხებია ჩადებული სოფლის მეურნეობაში საერთო ჯამში მილიარდებამდე მივდივართ მაგრამ აი შედეგი არ აქვს. დიახ. ეხლა მე ვიტყვი რატო არ არის შედეგი. იყო ეგეთი მიმართულება რომელიც ხნათესვაზე დაიხარჯა მილიარდობით ფული. ხო იყო ეგრე? კი. ხნათესვით არ აყვავდება სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობაში ფული უნდა ჩაიდოს მიზან შედეგობრივად. მე ვამბობ იმას, რომ გაიხსნას მცირე საწარმო. დაფინანსდეს მცირე მეწარმეობა, მცირე ფერმერი. ვისაც ფერმერობა უნდა გადაეცეს მიწა და ასევე გრანტის სახით ესე ვთქვათ დაფინანსეს ის ადამიანი, რომელიც ამას იმსახურებს. ეს უნდა მოხდეს კონკურსის მიხედვით. და არ უნდა იყოს აქ ნეპოტიზმი და კორუფციით ამის გაცემა რა, ამ თანხების. ზუსტად ეს მოხდა ამ 30 წლის განმავლობაში, რომ ნეპოტიზმით კორუფციის მხრივ იქნა გაცემული ეს თანხები და სად გაიცა ისიც არ იციან. და დაილექა სადღაც. ვიღაცები ჯიბეში, ვიღაცამ მანქანა იყიდა, ვიღაცამ ბინა იყიდა, იმის ნაცვლად და სოფლის მეურნეობაში ჩადებულიყო. დაარსებულიყო მცირე საწარმო, რომელიც გავიდოდა დიდ მასშტაბებზე. იმის ნაცვლად ეს თანხა არამიზნობრივად წავიდა და გაიფლანგა. ხო, მაგრამ ვიღაცამ ისე ჩადო, რომ პროექტები მეურნეობაში ისე ჩადო, რომ ეს პროექტები ხომ კონკრეტული მიმართულებით ვითარდება, ეს თანხები ხომ მიდის კონკრეტული მიმართულებით და აი მაგალითად მეჩაიეობის დარგში ახლა 3 ჰექტარზე როგორც ამბობს 3 ჰექტარზე მეტის მქონე ფერმერებს ეხება ეს დაფინანსება, მაგრამ ხო არსებობენ ესეთი ფერმერები, იმათმა მიაღწიეს რამე შედეგს, რომ დაუფინანსეს, ხო? რამე შედეგი მოყვა ამას? შეიძლება 3 ჰექტარზე ნაკლების მქონეს არ ეხება, მაგრამ მეტი ვისაც აქვს, აი იმათ მეჩაიეობის დარგში გამოიყენეს ეს დაფინანსება. აი მაგასაც ავხსნი, მარტო მეჩაიეობაზე არა. დავუშვათ ჩადო ვიღაცამ ეს ფული სოფლის მეურნეობაში 3 ჰექტარზე ან 5 ჰექტარზე. ადამიანები არიან, რომლებიც გამოცდილების გარეშე დებენ სოფლის მეურნეობაში ფულს, სადაც ნახულობენ მარსს. სოფლის მეურნეობა არ არის მომგებიანი საქართველოში, თუ შენ ეს არ დაგეგმე ნორმალურად, თუ შენ ბიზნეს იდეის მიხედვით არ იმოქმედე, თუ შენ არ შეაფასე რეალური რისკ ფაქტორები, შენ ფაქტურად ხარ დამარცხებული ამ ამბავში. უნდა კონდეს გამოცდილება. მე უამრავს ვიცნობ, რომელმაც თავისი ფული ჩადო სოფლის მეურნეობაში 100,000 ლარი და 1 ლარიც ვერ ამოიღო, იმიტომ რომ არ ქონდა იმის გამოცდილება, იმ საქმის, რომელსაც აკეთებდა, ხო და
ანუ ბიზნეს იდეაც არ ქონდა წარმოდგენილი, რომ რაღაცა ეტაპობრივად მიყოლოდა თავის ამბავს და ამოიღო ეს ფულიც და მოგებაზე გასულიყო და რაღაცა. ასე სპონტანურად ჩადება სოფლის მეურნეობაში ფულის არ შეიძლება. უნდა დაიკითხო სპეციალისტებს, უნდა დაწერო ბიზნეს გეგმა და ბიზნეს იდეის მიხედვით უნდა იმოქმედო. როდის ამოვა ეს ფული და იმას უნდა მიყვე. ანუ ეხლა როგორც ირკვევა უკვე ეს თვითონ ფერმერების განათლებაზეც დიახ, განათლება უნდა რომ არა სათანადო განათლება რომ განავითაროს თავისი და როგორც ბიზნესი აწარმოოს, ხო, ამის თქმა გინდა. დიახ. მე ვიცნობ უამრავს, საერთოდ სახელმწიფოც არ შეუწუხებია და არაფერი, მაგრამ თავისი ფული ჩადო სოფლის მეურნეობაში და ერთი ლარიც ვერ ამოიღო. წააგო, იმიტომ რომ გამოცდილება არ ქონდა ამ საქმის. არც სხვას დაიკითხა ვინმე გამოცდილების მქონე ადამიანს, არც ბიზნეს იდეა ქონდა დაწერილი და ასე სპონტანურად რო ჩაყარა ეს ფული, სადღაც დაილექა რა. გამოსავალი რა არის? ხა ეს გასაგებია, ესე ხდება, მაგრამ ანუ ცალმხრივი პრობლემა არ არის, როგორც ირკვევა, არის გარკვეული დაფინანსება, მაგრამ ეს მიზნობრიობას ვერ აღწევს, ხო? ან ეს შეიძლება კორუფციაზეც ქონდა მინიშნება და ასევე ფერმერის დამოკიდებულებაზეც, ხო? ძალიან ზერელედე კიდებია. ფერმერის ინტელექტზეც არის დამოკიდებული თავისი წარმატება. სათანადო ცოდნა არ გააჩნია იმ დარგში, დიახ, ცოდნა უნდა კონდეს. დიახ, ჯერ დიდი საქმით არ უნდა დაიწყოს საქმე, ჯერ გამოცდილება უნდა მიიღოს იმ საქმეში, რომელსაც ფულს დებს. და შემდეგ განაგრძოს სვლა წარმატებისკენ და სრულ დიდ მასშტაბებზე გასვლა. ახლა მე მინდა ვისაუბრო აქაურ ეკონომიკაში რა ხდება. ხო, ეხლა გერმანიაში ხარ, ბუნებრივია თან სოფლის მეურნეობასთან, იქაურ სოფლის მეურნეობასთან გაქვს შეხება და ის ძალიან საინტერესოა. ეხლა კი ბატონო, ეხლა გერმანია ისეთი განვითარებული ქვეყანაა, ჯერ ბევრი გვაკლია იქამდე, მაგრამ აი რა განაპირობებს გერმანული სოფლის მეურნეობის წარმატებას? აი ჩვენსას რო შევადაროთ, იქ ფერმერის დამოკიდებულება, სახელმწიფოს დამოკიდებულება, კერძო სექტორის, ფინანსური ინსტიტუტების დამოკიდებულება ამ დარგისადმი საინტერესო იქნება, ეხლა შენი თვალით დანახული, იმიტომ რომ უშუალო შეხება გაქვს და ესე ძალიან საინტერესო იქნება. რა განაპირობებს ამათ წარმატებას? მე აქ დაახლოებით 2 წელია ვიმყოფები და ფაქტობრივად ვაკვირდები ამათ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ მიაღწიეს წარმატებას და რატო არიან ზენიტში წერვალზე, რომ სოფლის მეურნეობა ამ დონეზე განავითარეს, რომ მართლა დაფრინავენ და ჯადოქრები არიან ეს ხალხი. და ავსნი. ამ ადამიანებმა, აქაურმა ხალხმა ისწავლა მიწის მოვლა, რეგენერაცია ქვია ამას. მიწას ამდიდრებენ ყოველწლიურად 2-ჯერ, 3-ჯერ შეაქვთ ბუნებრივი კომპონენტები, აქვთ საწარმოები, რომელიც ამუშავებს ამ რა ქვიან რეგენერაციისთვის საჭირო მასალას, ყიდიან ესენი ყრიან ფართობებში და მიწა ხდება ფაქტიურად სრულყოფილი. როდესაც ჩვენ საქართველოში ჩვენს მიწაზე მცენარეს უნდება, სიტყვაზე ვთქვათ, ყამիր მიწაზე უნდება სადღაც 8 წელიწადი რო გაიზარდოს, აქ 3 წელიწადში, 2 წელიწადში ხდება ეს. სწრაფი ზრდით იზრდება ყველაფერი და შედეგი აქვს უმაღლესი რა, უმაღლეს დონეზე. ხა, იქაური ფერმერები ხა ვიზეც გაქვს საუბარი, მინდია აი რა მინდა გითხრა, რომ დეტალებში გავეცნოთ იქაურ ფერმერებს. რამდენ ჰექტარ მიწას ფლობენ ახლა ზოგადად? იქ არის მსხვილი ფერმერი, საშუალო და მცირე, აი დაუშვათ მცირე ფერმერად რამდენ ჰექტარიანი ითვლება იქ? დიახ, აქ იწყება დაუშვათ 2 ჰექტარიდან 3 ჰექტარიდან, მაგრამ აქვთ მაგალითად მსხვილ ფერმერებს 300 ჰექტარიც, რომლებიც არიან მილიარდები. არის ერთი სოფელი, სიტყვაზე ვთქვათ, რომელიც მთლიანად საქართველოს რაც სოფლის მეურნეობა აწარმოებს პროდუქტს, ეს ერთი სოფელი აწარმოებს გერმანიისას წარმოიდგინეთ თქვენ. აქ არიან მილიონრებიც, რომლებსაც აქვთ 20 ჰექტარი, 10 ჰექტარი და გასული არიან იმ დონეზე წარმატების, რომ მილიონრები არიან ფაქტიურად. არის ჩვეულებრივი მუშა ხალხი, რომელიც ემსახურება ამ ხალხს.
ამ მილიონერებს და მილიარდერებს. მაგრამ არის ეს კომპანიები, რომელსაც 300 ჰექტარი აქვს, დაახლოებით 130 წლის კომპანია, რომელმაც თანდათან ეტაპობრივად მიაღწია იმ მწვერვალს, რომ მილიონების შემოსდის ყოველწლიურად. ომარ, ეს უკვე ტრადიციული მეურნეობაა, იმას ეხლა მამისგან, პაპისგან მოყავს, ბაბა იქიდან მოდის ეს ტრადიციული მეურნეობა ჭარბობს აქ. დიახ, აქ უფრო ტრადიციული მეურნეობა ჭარბობს, მაგრამ და გამოცდილება შესაბამისად გამოცდილებაც მეტი აქვს ამათ და როგორც მაგრამ იმათ ესეთი მომენტია, ესენი ისტორიულად აი საუკუნეები ამ სოფლის მეურნეობას მისდევენ და ის დიდი ხანია როგორც ფერმერი ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ საბჭოთა პერიოდიდან გლეხის სტატუსიდან რო გადმოვიდეთ და აი ეს გლეხი გარდაიქმნას ფერმერად, ეს პროცესი არ გაგვივლია ჩვენ. გავიარეთ ჩვენ უნდა ესეთი მომენტი არა გაგვივლია ჩვენ ყველაფერი თავიდანვე უნდა დავიწყოთ. ჯერ სამწუხაროა რომ ამაზე მიწევს საუბარი, მაგრამ ჩვენ უკვე სამუშაო გრაფიკიც არ გვაქვს. ესენი იწყებენ 7 საათზე მუშაობას დილით და საღამომდე მუშაობენ 7 საათამდე, 6 საათამდე დაუშვათ. აი ხედავ უნდა დავიწყოთ. ჩვენი ფერმერი გააკეთებს მუშაობენ წვიმაში, მუშაობენ მზეში, მუშაობენ ქარში, მუშაობენ ყველანაირ ამინში. თოვშიც, ყინვაშიც. თვითონ მფლობელი ფერმერი თუ დაქირავებულ შრომას იყენებენ? დაქირავებულ შრომას იყენებენ, ყავთ თანამშრომლები, კომპანიას ყავთ თანამშრომლები და მუშაობს იმ ფირმის შესაბამისად, იმ კანონების შესაბამისად, რაც გერმანიაში არის და ამ ფირმის ხელთ არის. თვითონ მილიარდერის მუშაობს, ტრაქტორზე ზის და ჩვენთან მუშებთან ერთად მუშაობს თავის იმაში. ანუ აი ესეთ დიდარ ადამიანს საკუთარ ფერმაში მუშაობა არ ეთაკილება. არანაირად ყოველდღე ზის ტრაქტორზე და მუშაობს. ეს ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა ჩვენი მენტალობა, როდესაც ადამიანი აი ესე დიდ ფულს ფლობს, მიწის ნაკვეთს და როგორ გონია ქართველი ადამიანი ეხლა დაждდება ტრაქტორზე იმუშავებს? არა. ეს მენტალობა უნდა წავშალოთ. აი დიახ, ამაზე მაქვს საუბარი, ცოტა ეს გადაწყობა, თვითონ ეს ამას სჭირდება დრო. მაგალითად მე ვიცი რომ აი ხა უცხოეთში ფერმერებში იმათი დილა იწყება ამინდის პროგნოზით. იმას პირველი რაცაც ნახულობს ტელეფონში არის ამინდის პროგნოზი. აი როგორ გონია ჩვენი ფერმერი რას ნახულობს პირველი ტელეფონს რო აიღებს? ალბათ TikTok-ს ვინმე რამე ხო არ მოწერა, ან Facebook-ში შედის და ამით ერთობა. ანუ ესეც ჩვენი მინუსია, მაგრამ ამასაც ეშვება. ბატონო როლანდ, ამათვის ცუდი ამინდი არ არსებობს. გერმანელი ამბობს, რომ ცუდი ამინდი არ არსებობს. ისე თავსმა წვიმაში მიდის აქ მუშაობა, რომ ძალიან გასაოცარი რაღაცაა და შედეგსაც დებენ. მაქსიმალური მიდის აქ მაქსიმალური მუშაობა, რაც ფიზიკურ ძალებს აღემატება. კი ბატონო. თვითონ კომპანიის უფროსიც მუშაობს წვიმაში, ქარში, მზეზე. ხო, ეხლა მინდია მოდი ეხლა გერმანია შევეშვათ, ისე ჩვენს რეალობას დაუბრუნდეთ და ჩვენ ეხლა მე მყოფე ზუგდიდში და მოდი სამეგრელოს მაგალითზე ნახოთ სამეგრელოს მაგალითი და აი შე როგორ გონია, აი რა უნდა განვითარდეს სამეგრელოში და როგორ ეშველოს ჩვენს რეგიონს. ეხლა იცი რომ საქართველოში ეხლა მთელი შიდა პროდუქტი 70% იწარმოება თბილისში და მის გარშემო მცხეთა, რუსთავი, აი ეს და დანარჩენი რეგიონი ფაქტიურად არის ეს განულებული. ძალიან მიზერულია წვლილი, მაგალითად სამეგრელოსი მთლიან ეროვნულ შიდა პროდუქტში არის 5 თუ 6% დაახლოებით. აი ხა რა უნდა განვითარდეს ჩვენთან რომ აი ხა რაღაცა ამაღლდეს და საინტერესო გახდეს ცხოვრება სოფელში რეგიონში ძირითადად. აი ახალგაზრდა კაცი ვინც დაიბადება, გაიზრდება, დაამთავრებს სკოლას, დაამთავრებს უნივერსიტეტს, ჩამოვიდა სამეგრელოში. აი რა უნდა ქნას იმან, აი შენ როგორ გონია რა უნდა გაკეთდეს, რომ საინტერესო იყოს ახალგაზრდასთვის, მიმზიდველი იყოს ახალგაზრდასი და აი არ დაადგეს ევროპის გზას და დასაქმდეს რეგიონში. აი რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და ზოგადად ბატონო როლანდ, მე მინდა რომ აქაური ყველაფერი გადმოკოპირდეს ჩვენთან. კარგი, რა თქმა უნდა, კარგი, რომელიც მოუტანს სიკეთეს
და წარმატებას ჩვენს ქვეყანას. ამას რატო ვამბობ? აქ ყველაფერი მცენარეებიდან დაწყებული ცხოველები დამთავრებული არის ჯიშიანი. და ეს ყველაფერი უნდა გადმოვაკოპიროთ ჩვენთან. რომ გაჩნდეს ეგეთი ფერმები, ეგეთი სანერგი მეურნეობები, როგორიც აქ არის და წარმატების მაღალ დონეზე არიან ესენი. ახლა რომ ჩვენთან სიტყვაზე ვთქვათ ერთი ძალიან მაგარი ბრენდული სანერგი მეურნეობა რო იყოს, ისეთი რომ სოფლიო მასშტაბით ამარაგებს ყველა ქვეყანას, მაშინ ჩვენთან იქნებოდა უამრავი დასაქმებული ადამიანი. ამას მოყვებოდა მცირე მეურნეობების პანდემიასავით მოდება ჩვენს სოფლის მეურნეობაზე მორგება და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ინოვაციურ პროექტებზე, რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობას აღორძინებს და გახდის მაღალ გამტარიანს, რომ რეგიონში გავხდეთ ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო, აგრარული სახელმწიფო, რომელიც იტყვის თავის საქმეს სოფლიო მასშტაბით. დავუშვათ მე ვამბობ, რას ვამბობ. აქ მარკეტებში მე არ ვხედავ ჩვენს ბრენდებს, როგორიცაა სიტყვაზე ვთქვა, ხინკალი ან რაღაცა. პროდუქტი, ჩვენი ეროვნული პროდუქტი. ამის დაბრენდვა უნდა მოხდეს და გაშლა მთელი სოფლიოს მასშტაბით. ჩვენ უნდა მოახერხოთ ეს. იმიტომ რომ მე ვხედავ აქაურ მარკეტებში ყველა ქვეყნის პროდუქტს, დავუშვათ თურქეთის, იტალიის, საფრანგეთის, მაგრამ საქართველოს ეროვნული პროდუქტი არ არის. ან იშვიათად არის. ხო, მაგრამ კონკურენციის გაწევა ცოტა ძნელი ხო არ არის, ხა მაგალითად სოფლის მეურნეობის დარგში ჩვენ იტალიას და ესპანეთს და მაგალითად თურქეთს შევეჯიბროთ, ცოტა რთული ხო არ არის ეს საკითხი, მაგრამ არა მიუღწეველი, მაგრამ ეს ამას წლები სჭირდება, რომ მაგრამ ამათაც თავიდან ეგრეთ დაიწყეს, რომ ისინი არ იყვნენ ცნობილი, მაგრამ მე როცა თვითონ აქაურმა მოსახლეობამ გასინჯა მათი ბრენდი, გადავიდნენ მათ ბრენდზე და მოეწონათ და გადავიდნენ და მე ხედავ იმას, რომ თურქული ბრენდიც კი მოდაში არის აქ და წარმატებას მიაღწია. რატო არ შეიძლება ქართულმა ბრენდმა მიაღწიოს წარმატებას? დავუშვათ სულგუნმა, დავბრენდოთ ეს. დავუშვათ ჩურჩხელამ, დავუშვათ ხინკალმა. ჩვენი ეროვნული პროდუქტი უნდა დავბრენდოთ და უნდა გავშალოთ მთელი სოფლიოს მასშტაბით, რომ მივაღწიოთ ჩვენ წარმატებას და ამით შემოვიდეთ ჩვენთან დიდი შემოსავალი. ასე შვებიან მაღალ განვითარებული ქვეყნები, რომლებსაც სოფლის მეურნეობა მაღალ დონეზე აქვს აღორძინებული და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეს. ნაბიჯ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ჩვენ გვაწყობს და ჩვენს სახელმწიფოს უნდა გააკეთოს ეს ამბავი. რა თქმა უნდა, მაგრამ ამის მიღწევას ბევრი შრომა სჭირდება და სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება ის დამოკიდებულება, რომ აი საკუთარი სახსრებით ქვეყანა მოახერხოს ეს. არადა ჩვენთან ეს ლიბერალური ეკონომიკა კარნახობს, რომ გლეხმა თავის თავს უნდა მიხედოს. აი ესეთი პრინციპი იყო, რახან გლეხია, რახან მოხდა ეს მიწების გასხვისება, გონიათ რომ აი თავის თავს მიხედოს, მაგრამ ესე ვერ განვითარდება აქ სახელმწიფო ჩართულობა, იმიტომ რომ მე წეღან ვახსენე, რომ გლეხის ფორმირება უნდა მოხდეს თანამედროვე ფერმერად. ეს პროცესი არ გაგვივლია და აქ აუცილებელია სახელმწიფო ჩართულობა და ამისთვის კეთდებოდა ძალიან ბევრი პროგრამები, რომელმაც ძალიან მიზერული შედეგი დადო. ეს არა შედეგის მომტანი არ იყო. ამიტომ რაღაც სიახლე უნდა იყოს. ბატონო როლანდ, მე აღნიშნე მიზეზები, რომელიც შებოჭილი არის თვითონ ფერმერი, რომელსაც სურთ ფერმერობა, მცირე მეწარმეობა, უნდა ჩატარდეს მიწის რეფორმა აუცილებლად. მე მივესალმები ის სისტემური რეფორმა რო ჩატარდა, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა. მაგრამ ამ ნაბიჯს უნდა მოყვეს ის, რომ ადამიანებს, რომელსაც ფერმერობა, მცირე მეწარმეობა სურს, უნდა გადაეცეთ საკუთრებაში ან იჯარით გადაეცეთ 5 ჰექტარიდან 20 ჰექტარამდე მიწა, სიტყვაზე ვთქვათ, ან თუ ვინმე გაწყვეტება იმას, რომ 100 ჰექტარიც რო უნდა და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, უნდა გადაეცეს და უნდა მიხედოს ყველამ საქმეს. ამის შემდგომ მე აღნიშნავ იმას, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ტექნიკურ რეგლამენტზე ორიენტირებული პროდუქცია,
რომ საზღვრებს გარეთ გავიდეს ჩვენი პროდუქტი და მოიხვეჭოს ჩვენი ქვეყნის სახელი. რა თქმა უნდა, ეს არის პირველი კომპონენტი და მეორე ის რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მოვხიბლოთ, ანუ საგარეო ვექტორი უნდა მოვხიბლოთ ბიოპროდუქციის წარმოებით. კი, ეს ნიშა, კი ბატონო, აი ეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი წარმოება შეგვიძლია და ევროპაშიც და სოფლიოშიც ამ ნიშის დაკავება ნამდვილად შეგვიძლია, თუმცა ეს ძალიან ძნელია ეს პირობებში, როდესაც უამრავი დაავადება, უამრავი მავნებელია, ეხა იცი რომ ფაროსანას პრობლემა გვაქვს და ამ შემთხვევაში ბიოპროდუქტის წარმოება ცოტა გაგვიჭირდება, მაგრამ არსებობს გამოსავალი, ყველა მიმართულებით არსებობს ამის გამოსავალი, რომ ჩვენ მაინც ვაწარმოოთ ბიოპროდუქცია. ჩვენ შეგვიძლია სასათბურო მეურნეობები იმას ვქნათ, ავაღორძინოთ და ამ სახით შეგვიძლია რომ გავიდეთ ფონდს და ბიოპროდუქტზე ორიენტირდეთ. კი ბატონო. ესეც შეიძლება და გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრის ბიოპრეპარატებით უამრავი ფაქტორი არსებობს იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ პროდუქციის წარმოება. მე დავუშვათ მეფუტკრეობასაც მივზდევ და ვიცნობ ამ დარგს, ჩვენ შეგვიძლია ალპური თაფლიც კი შევთავაზოთ. გარე ვექტორს, იმიტომ რომ საქართველოში რომ მოდის ალპური თაფლი, ისეთი თაფლი არსად არ მოდის. შეიძლება მოდიოდეს სხვაგანაც, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ნიშა დავამკვიდროთ. ჩვენ ვართ ღვინოს და თაფლის ქვეყანა. ახლა არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა, რომ ჩვენ უკვე ღვინის შემდგომ ვართ თაფლის ქვეყანა. ჩვენ წინაპრებს დიაოხს, კოლხას გაქონდათ საგარეო ვაჭრობით ევროპაში თაფლი და უამრავი პროდუქტი სოფლის მეურნეობის და მე ძალიან წყინს, რომ დღევანდელ პირობებში ასეთი გენეტიკური კოდის მატარებელ ერთს თავისი გამოყენება არ შეუძლია. მე ძალიან ხო, ეხლა დიდი დროც აღარ დაგვშია, სადღაც 5 წუთი გაქვს ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რომ ხახვის მოხმარების 70% შემოდის უცხოეთიდან ჩვენთან. და მარტო ადგილზე წარმოებული ხახვის 30%-ს ვაწარმოებთ. აი, როგორი შედეგი ხას, ნუ თუ ხახვის მოყვანას აღარ შეგვიძლია ნიორი, რავი, კარტოფილი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს არის ელემენტარული მაგალითი, რომ იმისა, რომ არ არის სოფლის მეურნეობა იმ დონეზე განვითარებული და ჩვენ ძალიან დიდი შრომა გვჭირდება, რომ აი სურსათის უზრუნველყოფა, აი საკუთარი სახსრებით მოვახერხოთ, ქვეყანამ თავისი მოახერხოს სახსრებით. აი მით უმეტეს ბოლო პერიოდში ხა ეს აქტუალური თემა გახდა განსაკუთრებით პანდემიის დროს. პანდემიის მერე მთელი სოფლიო ისწრაფის, რომ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი სასურსათო პროდუქტით მოამარაგოს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ხო, ჩვენ შემთხვევაში პირიქით ხდება სოფელი დაცარია და მთა დაცარია და მუშახელი, ანუ სხვა ქვეყნებს ემსახურება და ფაქტიურად ჩვენ ვართ კოლაფსის წინაშე სოფლის მეურნეობის მხრივ. მაშინ, როდესაც ჩვენი მთა უნდა აწარმოებდეს ბიოპროდუქტს, რომელიც ჩვენს არა მარტო ჩვენს ბაზარს დაიპყრობს, არამედ გარეშე ბაზარს გადავალ სრულად ექსპორტზე და ჩვენ შეგვიძლია ბევრი სასწაულის ჩადენა, ოღონდ უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება და სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ხელი მცირე მეწარმეობას და მცირე საწარმოების გახსნას. კარგი, მინდია მაშინ ახლა ჩვენი საეთერო დროც იწურება და დიდი მადლობა მინდა გითხრა ესე ჩართვისთვის. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყოველთვის მაინტერესებდა ის უბრალო ადამიანების, რეგიონში მაცხოვრებელი ადამიანების აზრი, იმიტომ რომ ეს ადამიანები უშუალოდ არიან ჩართული აი ეს ყოველდღიურობაში და ეს ეჭიდებიან ყოველდღიურ რუტინას და ამიტომ სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ვიდეო სიუჟეტები და მიხარია რომ აი მხარდაჭერა გქონდა შენგან, მით უმეტეს რომ საქართველოში არ იმყოფები, გისურვებ საქართველოში დაბრუნებას, წარმატებას გისურვებ და იმედია რომ კიდე შევხვდებით ერთმანეთს, ბევრი სალაპარაკო გვაქვს, ბევრი გასაკეთებელი ერთობლივად საქმე და აი ესეთი შენისთანა განათლებული, გათვითცნობიერებული ადამიანი, აი ესეთი ენერგიით ჯანღონით სავსე არ უნდა იხარჯებოდეს უცხო ქვეყანაში და საქართველოში უნდა ახმარდეს თავის ძალისხმევას საკუთარ ოჯახს და საკუთარ ქვეყანას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მიხარია რომ
ჩვენთან ერთად ხარ და წარმატებებს გისურვებ. კაი ხართ.